2003 წლის 15 თებერვალს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ქალაქში, რომელსაც ხშირად მსოფლიოს ბრილიანტების დედაქალაქს უწოდებენ, მოხდა ძარცვა, რომელიც მოგვიანებით საუკუნის ბრილიანტების ძარცვის სახელით გახდა ცნობილი. მოპარული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება $100 მილიონ აღემატებოდა, ინახებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ შენობის მიწისქვეშ მდებარე საცავში, რომელიც აღჭურვილი იყო მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემებით. თანამედროვე კომბინირებული საკეტით, ინფრაწითელი სითბური დეტექტორებით, სეისმური სენსორებით, დოპლერის რადარით და ძლიერი მაგნიტური ველის სისტემით. გარდა ამისა, შენობას მუდმივად იცავდა კერძო დაცვის ჯგუფი და იგი მდებარეობდა ანტვერპენის მკაცრად კონტროლირებად ბრილიანტების რაიონში, ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხოების ზომები უკიდურესად მაღალი იყო. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, უცნობამ მძარცველებმა მოახერხეს ის, რაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. მათ შეძლეს მაღალტექნოლოგიური დაცვის სისტემების განეიტრალება, გაძარცვეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ბრილიანტების საცავი და შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდნენ. მსოფლიოში დაუმუშავებელი ბრილიანტების დაახლოებით 80% ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის ბრილიანტების რაიონში გადის, რომელსაც ანტვერპენის დაცული ბრილიანტების ზონა ეწოდება. აქ ყოველწლიურად დაახლოებით $35 მილიარდი ღირებულების ბრილიანტებს ამუშავებენ. ამიტომ ეს ადგილი განსაკუთრებით მკაცრად არის დაცული. ზონას აქვს საკუთარი პოლიციის განყოფილება, სათვალთვალო კამერები და დაცვის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან მონიტორებს. რაიონში შესასვლელი და გასასვლელი გზები ტელესკოპური ბარიერებით არის დაცული. ასეთი განსაკუთრებული დაცვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ანტვერპენის ბრილიანტების რაიონში მდებარე შენობის, მსოფლიო ბრილიანტების ცენტრის დაცვაა. შენობის 13 სართულზე განთავსებული იყო მსოფლიოს უმსხვილესი ბრილიანტებით მოვაჭრე კომპანიების 225 ოფისი, ხოლო ამ კომპანიების უმეტესობა საკუთარ ბრილიანტებს შენობის საერთო საცავში ინახავდა. ბრილიანტების ცენტრის შენობაში შესასვლელად აუცილებელი იყო სპეციალური საშვის წარდგენა, რომელსაც კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემა ავტომატურად აფიქსირებდა თითოეული შესვლისა და გასვლის დროს. შენობაში დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, ხოლო დაცვა ჩანაწერებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდა. ბრილიანტების ცენტრის საცავი, რომელშიც განთავსებული იყო 189 სეიფი, მიწისქვეშ მეორე სართულზე მდებარეობდა. სწორედ აქ ინახებოდა ოქრო, სამკაულები, ნაღდი ფული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრილიანტები. საცავში შესასვლელად უსაფრთხოების 10 განსხვავებული დონის გავლა იყო საჭირო. მას იცავდა უზარმაზარი ფოლადის კარი, რომელიც თითქმის 3 ტონას იწონიდა. მისი გაბურღვა სპეციალისტების შეფასებით დაახლოებით 12 საათს მოითხოვდა. კარში ჩამონტაჟებული იყო სეისმური სენსორი, რომელიც ნებისმიერი დარტყმის ან ბურღვის მცდელობის შემთხვევაში ავტომატურად ააქტიურებდა სიგნალიზაციას. კარს ასევე ჰქონდა რთული კომბინირებული საკეტი. მის გასაღებად საჭირო იყო 4 ორნიშნა რიცხვი, რომელთაგან თითოეული 0-დან 99-მდე შეიძლება ყოფილიყო. ეს კი დაახლოებით 100 მილიონ განსხვავებულ კომბინაციას ქმნიდა. თუ რიცხვები არასწორი იყო, გასაღები არ იმუშავებდა, რადგან კომბინაცია ქმნიდა ცილინდრულ მექანიზმს, რომელსაც გასაღები ზუსტად უნდა მორგებოდა. კარის ზედა ნაწილში დამონტაჟებული იყო მაგნიტური სენსორები, რომელთა გადაადგილების შემთხვევაში სიგნალიზაცია ავტომატურად ირთვებოდა და თუ ვინმე საკეტის გატეხვას და კარის გაღებას მოახერხებდა, სიგნალიზაცია მაინც ამოქმედებოდა. მასიური ფოლადის კარის მიღმა დამონტაჟებული იყო დამატებითი დაცვის სისტემა, სინათლის მოძრაობის და სითბოს სენსორები და მაშინაც კი, თუ ვინმე შეძლებდა კამერების, მოძრაობის სენსორის, სეისმური სენსორისა და სხვა უსაფრთხოების სისტემების გვერდისავლას და საცავში შეღწევას. შიგნით მას კიდევ ერთი დაბრკოლება ელოდა: სეიფები, რომელთაგან თითოეული დაცული იყო საკუთარი უნიკალური და მაღალი უსაფრთხოების საკეტით. სწორედ ასეთი მაღალი უსაფრთხოების გამო აწარმოებდნენ ბრილიანტებით მოვაჭრეები ბიზნესს ამ რაიონში. თუმცა მიუხედავად ასეთი მაღალტექნოლოგიური დაცვის სისტემებისა, 2003 წლის 16 თებერვლის დილით შენობაში მისულ თანამშრომლებს საცავი გაძარცვული დახვდათ.
როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათთვის მაშინვე აშკარა გახდა, რომ საქმე ძალიან სერიოზულად იყო. ბრილიანტების ცენტრის შენობასთან შეკრებილი ადამიანები პანიკაში იყვნენ. რამდენიმე მათგანმა პოლიციას გზა გადაუღობა და ცდილობდა გაერკვია, დაკარგული იყო თუ არა მათი ფული და ძვირფასეულობა. როდესაც გამომძიებლები ლიფტით შენობის სარდაფში მდებარე საცავში ჩავიდნენ, იქ მათ შოკის მომგვრელი სურათი დახვდათ. საცავის უზარმაზარი ფოლადის კარი ღია იყო, ხოლო საცავში განთავსებული 189 სეიფიდან 109 გატეხილი და გაძარცვული. ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ ზარალი კოლოსალური უნდა ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიები, რომლებიც ყოველთვიურად მოიპოვებდნენ ბრილიანტებს ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკაში, მათ შემდეგ თვითმფრინავით აგზავნიდნენ ინგლისში. იქ ტვირთი პატარა თვითმფრინავებში ნაწილდებოდა და ლონდონიდან პირდაპირ ანტვერპენის აეროპორტში მიდიოდა. იქიდან კი ბრილიანტები ჯავშან მანქანებით გადაჰქონდათ ანტვერპენის ბრილიანტების ცენტრში, იმ დილერებთან, რომლებიც ყოველთვიურ მარაგს ყიდულობდნენ. იმ კვირაში ბრილიანტების ცენტრში ბევრი დილერი იმყოფებოდა, რადგან ისინი სწორედ იმ დღეებში ელოდებოდნენ მომწოდებლისგან ახალი ბრილიანტების მიწოდებას. ასევე ამავე შაბათ-კვირას ყოველწლიური ბრილიანტების თამაშების ჩოგბურთის ტურნირი იმართებოდა, რომლის მთავარი პრიზი ბრილიანტებით დაფარული ოქროს ჩოგანი იყო. სწორედ ამიტომ ქალაქში უამრავი ბრილიანტის დილერი იყო ჩამოსული და იმ დღეებში ანტვერპენი ფაქტობრივად ბრილიანტებით იყო სავსე, რომელთა ღირებულებაც ასობით მილიონი დოლარი იყო. გამომძიებლებისთვის მთავარი კითხვა იყო, როგორ შეძლეს მძარცველებმა ასეთ დაცულ შენობაში შეღწევა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამას უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების საშუალებით გაარკვევდნენ. რადგან კამერები შენობაში იყო დამონტაჟებული და ყველაფერს 24 საათიან რეჟიმში იწერდა. თუმცა როდესაც პოლიციამ ჩანაწერები შეამოწმა, აღმოაჩინა, რომ 15 და 16 თებერვლის სწორედ იმ შაბათ-კვირის ჩანაწერები გაუჩინარებული იყო. სამართალდამცველებმა ასევე დაურეკეს დაცვის კომპანიას, რათა გაერკვიათ, როდის ჩაერთო სიგნალიზაცია, თუმცა მათი პასუხი გამომძიებლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დაცვის კომპანიის განცხადებით იმ შაბათ-კვირას სიგნალიზაცია საერთოდ არ ჩართულა. ეს გამომძიებლებისთვის სრულიად არალოგიკური იყო, რადგან საცავის კარი მათ უკვე ღია დახვდათ. მოგვიანებით შემთხვევის ადგილის დეტალურად დათვალიერების შემდეგ გამოძიებამ გაარკვია, რატომ არ იმუშავა სიგნალიზაცია. საცავის კარზე დამონტაჟებული იყო მაგნიტური სიგნალიზაციის სისტემა, 2 ლითონის ფირფიტა, ერთი კარზე, მეორე კი კარის ჩარჩოზე, რომელიც ქმნიდა მაგნიტურ ველს. თუ კარი გაიღებოდა, ეს ველი დაირღვეოდა და სიგნალიზაცია მაშინვე ჩაერთვებოდა. გამომძიებლებმა ნახეს, რომ მძარცველებს სისტემა წინასწარ ჰქონდათ მომზადებული გასატეხად. მათი ვარაუდით, ისინი რამდენიმე დღით ადრე იყვნენ შენობაში შესული. ფირფიტებს ცხრახნები მოხსნეს და შემდეგ ფირფიტები ორმხრივი წებოვანი ლენტით კარზე მიამაგრეს. გარედან ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სისტემა ჩვეულებრივ მუშაობდა. სინამდვილეში კი ფირფიტები უკვე თავისუფალი იყო. ძარცვის ღამეს მათ ორივე ფირფიტას ზემოდან დაამაგრეს მესამე ფირფიტა, რათა მაგნიტური ველი არ დარღვეულიყო. შემდეგ კი ყველა ერთად მოხსნეს და კარი მშვიდად გააღეს. სარდაფში შესვლის შემდეგ მძარცველებს კიდევ ორი სიგნალიზაციის სისტემა დახვდათ. სინათლის სითბური და მოძრაობის სენსორი. მათ პოლისტიროლისგან დამზადებული სპეციალური ფარი გამოიყენეს, რომელიც გამომძიებლებმა საცავში აღმოაჩინეს. მასალა, რომელიც არც სინათლეს ატარებს და არც სითბოს. ამ ფარის გამოყენებით მივიდნენ ისინი სენსორებთან და გაანეიტრალეს. მოძრაობის სენსორზე აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც სავარაუდოდ თმის ლაქი იყო, ხოლო ჭერზე დამონტაჟებული სინათლის და სითბურის სენსორი შავი იზოლენტით იყო დაფარული. ამის შემდეგ მძარცველებმა საცავში განთავსებული 189 სეიფიდან უმეტესობა გახსნეს და გაძარცვეს. საქმემ ძალიან სწრაფად მიიპყრო საერთაშორისო მედიის ყურადღება. ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, როგორ შეძლეს მძარცველებმა ურთულესი უსაფრთხოების სისტემის გვერდის სწავლა და მისი გაძარცვა. გამოძიების პირველი ვერსია იყო, რომ დანაშაული შესაძლოა ბრილიანტების ცენტრში მომუშავე პერსონალს ჩაედინა, თუმცა ყველა მათგანის დაკითხვისა და მათი სახლების ჩხრეკის შემდეგ ეს ვერსია გამოირიცხა. გამოძიება ჩიხში შევიდა, მათ წარმოდგენაც კი აღარ ჰქონდათ, ვინ იდგა ამ მასშტაბური ძარცვის უკან.
თუმცა ძარცვიდან მეორე დღეს პოლიციაში დარეკა მამაკაცმა, სახელად აუგუსტ ვან კემპმა, რომლის სამართალდამცველებისთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ გამოძიების მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალა. მან სამართალდამცველებს უთხრა, რომ თავის საცხოვრებელთან ახლოს მაგისტრალის გვერდით მდებარე ტყის ზოლში გადაყრილი ნაგავი აღმოაჩინა. მან ერთ-ერთი პარკი გახსნა, რომელშიც დახეული ქაღალდების გროვა იყო. ერთ-ერთ დახეულ ქაღალდზე კი ეწერა სიტყვები ანტვერპენი და ბრილიანტები. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა პარკებში ბრილიანტების შესაფუთი მასალები იპოვეს. ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე ზურმუხტის ქვა. იქვე იყო სხვადასხვა ხელსაწყოები, გასაღებები, ფანრები, ხელთათმანი, სპორტული ჩანთა და ობლიგაციები, რომლებიც ბრილიანტების რაიონში გამოიყენებოდა. ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ნივთები ბრილიანტების ცენტრიდან იყო გამოტანილი. სამართალდამცველებმა აღმოჩენილი ნივთები პოლიციის განყოფილებაში გადაიტანეს და მათი შესწავლა დაიწყეს. ნივთებს შორის იყო საკვების ნარჩენებიც, ღვინო, ყველი, მაკარონი და ნახევრად შეჭმული სენდვიჩი. გამომძიებლებისთვის ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ძარცველებს საცავში ძარცვის დასრულება ეზეიმათ და იქვე დაელიათ ალკოჰოლი. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო, ნაგვის ნაწილი საცავიდან იყო გამოტანილი, საკვების ნარჩენები სავარაუდოდ მათი თავშესაფრიდან უნდა ყოფილიყო, სადაც ძარცვის შემდეგ წავიდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, თავშესაფარში მათ ჭამეს ღვინო და შემდეგ საჭმლის ნარჩენები და ის ნივთები, რომლებიც ძარცვასთან აკავშირებდათ, ერთად შეაგროვეს და ტყეში გადაყარეს. ტყიდან წამოღებულ ნაგავში გამომძიებლებმა ასევე იპოვეს ვიდეოფირი, რომელიც მათი ვარაუდით შესაძლოა ბრილიანტების ცენტრის კამერების ჩანაწერი იყო. თუმცა ლენტი ფირიდან ამოღებული და დაზიანებული იყო. სამართალდამცველებმა დაზიანებული ვიდეოფირი სონის ლოჯისტიკურ ცენტრში გააგზავნეს და მისი აღდგენას თხოვეს, რათა ფირის შინაარსი ენახათ. სონის ცენტრში მალევე აღადგინეს ფირი, რის შემდეგაც ის პოლიციას გადასცეს. ვიდეოფირის სანახავად მთელი საგამოძიებო განყოფილება შეიკრიბა, მაგრამ როდესაც ვიდეო ჩართეს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ვიდეოფირზე პორნოგრაფიული ფილმი იყო ჩაწერილი. რადგან ნაპოვნი ვიდეოფირი არ აღმოჩნდა ის, რასაც გამომძიებლები ელოდნენ, მათ თავიდან დაიწყეს იმ მტკიცებულებების გადამოწმება, რომლებიც მაგისტრალის გვერდით მდებარე ტყის ზოლში იყო აღმოჩენილი. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის უამრავი დახეული ქაღალდის ფურცელი იყო. გამომძიებლებმა დაიწყეს ამ ფრაგმენტების ერთმანეთთან დაკავშირება. მალევე მათ სრულად აღადგინეს ერთი დოკუმენტი. მასში მითითებული იყო მისამართი, სადაც ბრილიანტების ცენტრი მდებარეობდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დოკუმენტი იტალიურ ენაზე იყო. ჩანდა მისი სათაურიც, ამესა დი ლავორო. გაირკვა, რომ ეს იყო ოფისში უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟების დოკუმენტი. მასზე მითითებული მისამართი ზუსტად ემთხვეოდა ბრილიანტების ცენტრის ოფიციალურ მისამართს. აღნიშნული დოკუმენტი კი გაცემული იყო იტალიური ბრილიანტების კომპანიის გემოროს პრეციოზის მიერ. სამართალდამცველებმა ეს დოკუმენტი შენობის მმართველს აჩვენეს და ჰკითხეს, მართლა არსებობდა თუ არა აღნიშნული კომპანია შენობაში. მმართველმა დაადასტურა, რომ კომპანია შენობაში ფუნქციონირებდა და ასევე ჰქონდა საცავის სეიფში ნომერი 159. როდესაც გამომძიებლებმა სეიფი გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ის გატეხილი არ იყო. ამან სამართალდამცველებს გაუჩინა კითხვა, თუ სეიფი მძარცველებს არ ჰქონდათ გატეხილი, მაშინ როგორ აღმოჩნდა კომპანიის დოკუმენტები იმ მტკიცებულებებს შორის, რომელიც მათ იპოვეს. მათ გადაწყვიტეს კომპანიის ოფისის ჩხრეკა. როდესაც შენობის მეპატრონემ კარი გააღო, ოფისი სრულიად ცარიელი აღმოჩნდა. მაგიდები დაცლილი იყო და სამუშაო კვალიც არ ჩანდა. გაირკვა, რომ ოფისი 2 წელზე მეტი ხნის წინ იყო დაქირავებული, თუმცა პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა. დამქირავებლის შესახებ შენობის მეპატრონემ თითქმის არაფერი იცოდა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის იტალიელი ბიზნესმენი იყო, თუმცა არც მისი მისამართი ჰქონდა და არც რაიმე საკონტაქტო ინფორმაცია. გამომძიებლებმა გადაწყვიტეს მმართველთან ერთად გადაემოწმებინა წინა თვეების ვიდეო ჩანაწერები, რათა ენახათ, ვინ შედიოდა და გამოდიოდა ოფისიდან. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებისას მმართველმა ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე მიუთითა და განაცხადა, რომ სწორედ ის იყო ის ადამიანი, რომელსაც ეძებდნენ. ეს იყო საშუალო ასაკის მამაკაცი, ჩაცმული ისე, რომ ადვილად შერწყმოდა გარემოს და შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ის ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ასობით სხვა ადამიანი, ვინც ყოველდღიურად შედიოდა შენობაში და გამოდიოდა. გამომძიებლებმა ასევე გამოკითხეს ბრილიანტების ცენტრში მომუშავე პერსონალი და სხვა ბიზნესმენები, რომლებსაც შენობაში ოფისი
ჰქონდათ დაქირავებული. ყველა მათგანი მას ვიზუალურად იცნობდა, თუმცა მათი თქმით აღნიშნული პიროვნება თითქმის არასდროს შედიოდა კონტაქტში და ყოველთვის ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. გამოკითხვების პარალელურად გამომძიებლებმა მისი მონაცემები მოითხოვეს. მალევე რეგისტრატორმა მათ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა, საიდანაც გაირკვა, რომ აღნიშნული მამაკაცი იტალიელი ლეონარდო ნოტარბარტოლო იყო. როგორც კი გამომძიებლებმა მისი ვინაობა დაადგინეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ იტალიელ სამართალდამცველებს და მის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას თხოვეს. მათ იტალიიდან პასუხი მალევე მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ლეონარდო ნოტარბარტოლო ცნობილი დამნაშავე იყო, რომელიც არაერთხელ იყო ნასამართლები ბრილიანტებისა და ძვირფასი ქვების ქურდობისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იტალიელ სამართალდამცველებს ეჭვი არეპარებოდათ, რომ სწორედ ის შეიძლებოდა ამ დანაშაულის უკან მდგარიყო. გამოძიების მიმდინარეობისას ასევე გაირკვა, რომ 6 წლის წინ მსგავსი ძარცვის შემთხვევა უკვე მომხდარი იყო. იმ შემთხვევაშიც დამნაშავეებმა სცადეს იმ საცავის გაძარცვა, სადაც ერთ-ერთ მათგან სეიფი ჰქონდა დაქირავებული და თავს ასაღებდა ბრილიანტების დილერად. აღნიშნულ საქმეში ეჭვმიტანილი იტალიელი ფერდინანდო ფინოტო იყო, რომელიც ასევე ტურინიდან იყო. მის მიმართ გაცემული იყო დაპატიმრების ორდერი, თუმცა ბელგიაში მისი პოვნა ვერ შეძლეს და იმ დროისთვის ის კვლავ ძებნაში იმყოფებოდა. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ საქმე შესაძლოა იტალიურ კრიმინალურ დაჯგუფებასთან ჰქონდათ, რომლებიც ბელგიაში სპეციალურად ბრილიანტების ცენტრის საცავის გასაძარცვად ჩავიდა. ამ ვარაუდის საფუძველზე სამართალდამცველები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ტურინის პოლიციის შესაბამის განყოფილებას. განყოფილების უფროსმა მათ უთხრა, რომ ტურინში არსებობდა რამდენიმე პირი, რომლებიც ბანკებისა და საცავების ძარცვაში პროფესიონალებად ითვლებოდნენ. მათ ადგილობრივები ტურინის სკოლის წარმომადგენლებს უწოდებდნენ. ეს იყო ჯგუფი, რომლის თითოეული წევრი კონკრეტულ კრიმინალურ მიმართულებაზე სპეციალიზდებოდა და კონკრეტული საქმისთვის საჭიროების შემთხვევაში ირჩევდნენ შესაბამის ადამიანს მისი უნარების გათვალისწინებით. ტურინში განვითარებულმა მეტალურგიულმა ინდუსტრიამ განაპირობა, რომ მეტალთან მუშაობის უნარები აქ განსაკუთრებულად მაღალი დონის იყო. ისინი შესანიშნავად ერკვეოდნენ მეტალის დამუშავებაში, იცოდნენ საცავების მექანიზმები, გამაგრებული კედლების სტრუქტურა და უსაფრთხოების სისტემების მუშაობის პრინციპები, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ერთ პატარა ქალაქში, ტურინში იყვნენ თავმოყრილნი. სწორედ აქედან დამკვიდრდა ტერმინი ტურინის სკოლა. ამ ინფორმაციის საფუძველზე გამომძიებლებისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ტურინის სკოლას ნამდვილად ჰქონდა ის ცოდნა და უნარები, რაც ასეთი მასშტაბური დანაშაულის ჩასადენად იყო საჭირო. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ლეონარდო ნოტარბარტოლო იყო ბრილიანტების ცენტრის ძარცვის მთავარი ორგანიზატორი, რადგან მას შენობაში ოფისი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაქირავებული. აქედან გამომდინარე ვარაუდობდნენ, რომ მას ქალაქში საცხოვრებელი ადგილიც ექნებოდა დაქირავებული. სამართალდამცველებმა შეამოწმეს სასტუმროები, თუმცა ანტვერპენის არცერთ სასტუმროში ლეონარდო ნოტარბარტოლოს სახელზე ჩანაწერი ვერ აღმოაჩინეს, რადგან სასტუმროებში მისი კვალი ვერ იპოვეს. გაჩნდა ვარაუდი, რომ მას შესაძლოა ამ ხნის განმავლობაში კერძო სახლი ჰქონდა დაქირავები. იმის გათვალისწინებით, რომ ძარცვის ღამეს მძარცველებმა შენობაში ისე შეაღწიეს, რომ არანაირი ხილული კვალი არ დაუტოვებიათ. გამომძიებლებმა დაიწყეს უსაფრთხოების სისტემების სუსტი წერტილების ძებნა. გაირკვა, რომ დაცვის ოფისი დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე მუშაობდა. ამის შემდეგ თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ და უსაფრთხოება მთლიანად მაღალ ტექნოლოგიურ სისტემებზე იყო დამოკიდებული. შენობის დეტალურად დათვალიერებისას გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაცვის მხრივ ყველაზე სუსტი ადგილი ავტოფარეხის შესასვლელი იყო, საიდანაც კარი პირდაპირ შენობის პირველ სართულზე გადიოდა. მაგისტრალის გვერდით მდებარე ტყის ზოლში ნაპოვნ მტკიცებულებებს შორის მათ აღმოაჩინეს ხელნაკეთი გასაღები. შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ეს გასაღები ზუსტად ერგებოდა აღნიშნულ კარს. ამავე დროს გამოძიების მიმდინარეობისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გამოვლინდა. ძარცვის ღამის 15 და 16 თებერვლის ჩანაწერებთან ერთად გამქრალი იყო წინა დღეების ვიდეო მასალაც 10 თებერვლის ჩათვლით. ამან გააჩინა ვარაუდი, რომ თუ მძარცველებმა ეს ჩანაწერებიც მიზანმიმართულად წაიღეს, ეს ნიშნავდა, რომ იმ დღეებში ისინი შენობაში იმყოფებოდნენ და ძარცვის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდნენ, რა დროსაც ისინი კამერებმა დააფიქსირა. გარდა ამისა, მტკიცებულებებზე მომუშავე ჯგუფმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნივთი იპოვა. კონვერტი სახელზე ელიოტ
დონორიო, ის სამართით, რომელიც რომის მახლობლად მდებარეობდა. გამოძიება მალევე დაადგინა, რომ ელიო დონორიო იყო სიგნალიზაციის სისტემების სპეციალისტი და ამავე დროს ცნობილი იტალიელი დამნაშავე, ხოლო დოკუმენტი წარმოადგენდა შეკვეთას ვიდეოკამერიანი უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟებაზე. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ლეონარდო ნოტარბარტოლომ კომპანიის სახელით გაცემული ეს საბუთი გამოიყენა, რათა ლეგალურად შესულიყო ელიო დონორიო ბრილიანტების ცენტრში და წინასწარ მოეგვარებინა სათვალთვალო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები. ნაპოვნ მტკიცებულებებს შორის ასევე აღმოჩნდა რკინის ნაწილები. სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ ეს დეტალები დაკავშირებული იყო სასავში დატოვებულ ინსტრუმენტებთან. როდესაც გამომძიებლებმა ისინი ერთმანეთს შეუთავსეს, გაირკვა, რომ სწორედ ამ ხელნაკეთი ინსტრუმენტით იყო გახსნილი სეიფები. ინსტრუმენტი შედგებოდა ორი მეტალის ღეროსგან, რომლებიც სეიფის გვერდებზე მაგრდებოდა. სახელურის გადატრიელებით კი შესაძლებელი იყო საკეტი მექანიზმის გახსნა. ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით გამომძიებლებს უკვე ჰყავდათ სამი იტალიელი ეჭვმიტანილი: ლეონარდო ნოტარბარტოლო, ფერდინანდო ფინოტო და ელიო დონორიო. იტალიელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ყველა მათგანი დაკავშირებული იყო ტურინის სკოლასთან. იტალიელი სამართალდამცველების დახმარებით იტალიაში გადაამოწმეს ყველა შესაძლო ადგილი, სადაც მათი პოვნა შეიძლებოდა, თუმცა პოლიციამ მათ კვალს ვერსად ვერ მიაგნო. არავინ იცოდა იმყოფებოდნენ ისინი იტალიაში, კვლავ ბელგიაში თუ უკვე მსოფლიოს სხვა ნაწილში. მათ ანტვერპენის დატოვება მრავალი გზით შეეძლოთ, რადგან ბრილიანტების ტრანსპორტირება მარტივი იყო. მათი გატანა მარტივად შეიძლებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე და სწრაფად გაყიდვა. ამ ყველაფრის გამო კი გამოძიება შიშობდა, რომ ბრილიანტები უკვე სამუდამოდ იყო დაკარგული. ძარცვიდან 5 დღის შემდეგ 21 თებერვალს მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. ბრილიანტების ცენტრის მმართველმა პოლიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ შენობაში გამოძიების მიერ ძებნილი ლეონარდო ნოტარბარტოლო შევიდა. მისი შეტყობინებიდან მალევე პოლიცია ადგილზე მივიდა და ნოტარბარტოლო დააკავა. სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ მას ბრალი ედებოდა ბრილიანტების ცენტრის საცავის ძარცვაში, თუმცა მას ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. შემდეგ ის პოლიციამ მანქანაში ჩასვა და სთხოვეს ეჩვენებინა მისამართი, სადაც ცხოვრობდა. ნოტარბარტოლო ამტკიცებდა, რომ სახლიდან ბრილიანტების ცენტრამდე ყოველთვის ფეხით დადიოდა და ავტომობილით მისასვლელი გზა არ იცოდა. ასევე ამბობდა, რომ არც მისამართი ახსოვდა და აშკარად ცდილობდა დროის გაწელვას. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი მანქანით ბრილიანტების კვარტალში უმისამართოდ გადაადგილდებოდნენ, თუმცა სახლს ვერ პოულობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი ნოტარბარტოლომ მოულოდნელად განაცხადა, რომ ის ცხოვრობდა შარლატელოს ქუჩა ნომერ 33-ში მეშვიდე სართულზე. სამართალდამცველები მღისიერად მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე, როდესაც ნოტარბარტოლომ მიუთითა, რომელი ფანჯარა ეკუთვნოდა მის ბინას, სწორედ იმ მომენტში ფანჯარაში შუქი ჩაქრა. მალევე შენობის კარი გაიყო და გარეთ გამოვიდა 3 ადამიანი. ნოტარბარტოლოს ცოლი და კიდევ 2 მამაკაცი. ერთ-ერთ მამაკაცს მხარზე გადაკიდებული ჰქონდა დახვეული ხალიჩა. პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა და გამოიძახა კრიმინალისტები ბინის სრულყოფილად შემოწმებისთვის. ბინის ჩხრეკისას მათ აღმოაჩინეს საკვები, ღვინის ბოთლები და ტყავის ჩანთა, რომელსაც უცნაური დეტალი ჰქონდა. მასში გაკეთებული იყო ნახრეთი, სადაც ვიდეოკამერა თავსდებოდა და შესაძლებელი იყო ფარულად გადაღება. სახლში ასევე აღმოაჩინეს ანტვერპენში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქვითარი. ქვითარი დათარიღებული იყო 13 თებერვლით, ძარცვამდე 2 დღით ადრე, დაახლოებით დღის პირველ საათზე. მასზე აღნიშნული იყო შეძენილი პროდუქტები და სენდვიჩი, რომლის ნარჩენებიც მოგვიანებით გზატკეცილთან ახლოს ტყის ზოლში იპოვეს. როდესაც სამართალდამცველებმა სუპერმარკეტის ვიდეო ჩანაწერები გადაამოწმეს, მათ შენიშნეს მამაკაცი მაღალი სპორტული აღნაგობის. გამომძიებლებმა მაშინვე ამოიცნეს, რომ ეს ფერდინანდო ფინოტო იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც სამართალდამცველებმა ბინაში აღმოაჩინეს, იყო 2 სიმბარათის ჩასადები. ჩასადებებზე მითითებული იყო სერიული ნომრები. ამ ნომრების საშუალებით შესაძლებელი გახდა სიმბარათების იდენტიფიკაცია და მათი გადაადგილების დადგენა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ძარცვის პერიოდში ბარათები დაფიქსირდა შარლატელოს ქუჩა ნომერ 33-ში. შემდეგ ღამით შაბათიდან კვირამდე ბრილიანტების ცენტრის ანძაზე. დილით დაახლოებით 6 საათის შემდეგ ისინი კვლავ დაფიქსირდა შარლოტელოს ქუჩაზე, რის შემდეგაც ორივე გაითიშა. მოგვიანებით ბარათები ისევ ჩაერთო და დაფიქსირდა მათი გადაადგილება იტალიაში, ქალაქ ბრეშაში. გამომძიებლებმა ასევე
ასევე შეამოწმეს ხალიჩა, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულ მამაკაცს ჰქონდა. მასში აღმოაჩინეს მწვანე ზურმუხტები. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ეს ზურმუხტები და ადრე ნაპოვნი ქვები ერთი და იმავე პარტიას ეკუთვნოდა. ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამომძიებლებმა ერთმანეთთან დააკავშირეს სამი ადგილი: ნოტარ ბარტოლოს ბინა, ფლორ დონბასის ტყის ზოლი და ბრილიანტების ცენტრის საცავი. ლეონარდო ნოტარ ბარტოლოს დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი დნმ სრულად ემთხვეოდა ფლორ დონბასში აღმოჩენილ ნახევრად შეჭმულ სენდვიჩზე აღმოჩენილ დნმ-ს. სატელეფონო ჩანაწერების დახმარებით გამოძიებამ ასევე გამოავლინა ძარცვის კიდევ ერთი მონაწილე, პიეტრო ტავანო, რომელიც ნოტარ ბარტოლოს მეგობარი და ტურინის სკოლის წევრი იყო. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ლეონარდო ნოტარ ბარტოლოს გარდა კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს, ყველა მათგანი ბრილიანტების ცენტრის საცავის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს. არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ლეონარდო ნოტარ ბარტოლო არა მხოლოდ ძარცვის მონაწილე, არამედ მთელი ოპერაციის მთავარი ორგანიზატორი იყო. დაკავების შემდეგ დაკითხვაზე ლეონარდო ნოტარ ბარტოლო მოუარყო, რომ ბრილიანტების ცენტრის ძარცვის მთავარი ორგანიზატორი ის იყო. იგი ამტკიცებდა, რომ ამ ძარცვის უკან სულ სხვა ადამიანი იდგა, სრულიად განსხვავებული მოტივით და თავად მხოლოდ იმ უცნობი ადამიანის მანიპულაციის მსხვერპლი იყო. ის ასევე აცხადებდა, რომ მისმა ცოლმა საქმის შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით 80-იან წლებში დაიწყო პირველი საიუველირო ბიზნესი. მოგვიანებით მეორე ბრილიანტების მაღაზია გახსნა, ხოლო 90-იანებში მესამე. ამის შემდეგ კი დაიწყო ანტვერპენში სიარული ძვირფასი ქვების შესაძენად. მან მალევე გააცნობიერა, რომ ანტვერპენი იყო მსოფლიოს ბრილიანტების დედაქალაქი, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელიც თელ-ავივზე, ნიუ-იორკსა და ლონდონზეც კი მაღლა იდგა. სწორედ ამიტომ 2000-იან წლებში ბრილიანტების ცენტრში ოფისი იქირავა, რადგან ფიქრობდა, რომ ანტვერპენთან მჭიდრო კავშირი და ახალი კონტაქტები მისი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასევე იქირავა ბინა, რადგან ყოველთვიურად გარკვეულ პერიოდს ანტვერპენში ატარებდა. ნოტარ ბარტოლოს თქმით, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ანტვერპენიდან იტალიაში მორიგი დაბრუნების შემდეგ. კაფეში შეხვდა მამაკაცს, რომელიც ალესანდროდ გაეცნო და თავი ბრილიანტების მოვაჭრედ წარუდგინა. მან ნოტარ ბარტოლოს უთხრა, რომ შორიდან კარგად იცნობდა და მასთან თხოვნა ჰქონდა. ალესანდრომ ნოტარ ბარტოლოს თხოვა ბრილიანტების ცენტრის საცავის ფოტოები გადაეღო და ამის სანაცვლოდ $100,000 შესთავაზა, რაზეც ნოტარ ბარტოლო დათანხმდა. ამის შემდეგ ალესანდრომ მას კალამი გადასცა, რომელიც პატარა კამერით იყო აღჭურვილი. როდესაც ნოტარ ბარტოლო ანტვერპენში დაბრუნდა, მან პიჯაკის ჯიბეში ჩადებული კალმით გადაიღო სურათები საცავში და იტალიაში დაბრუნების შემდეგ ალესანდროს გადასცა. კალმის დაბრუნების შემდეგ ალესანდრომ მას უთხრა, რომ ბევრად მეტს გადაუხდიდა, თუ ის მის გუნდს დაეხმარებოდა საცავის გაძარცვაში. ამ შემთხვევაში ნოტარ ბარტოლოს დაახლოებით $15 მილიონ შეხვდებოდა. მისი თქმით, იმ პერიოდში ბიზნესში საქმე კარგად არ მისდიოდა და ამ შეთავაზებაზე უარის თქმა ვერ შეძლო. ამის შემდეგ ალესანდრომ უთხრა, რომ დრო იყო ძარცვაში მონაწილე სხვა პირებიც გაეცნო. ნოტარ ბარტოლო ქალაქის გარეთ მიტოვებულ საწყობში წაიყვანა. საწყობში მათ 3 ადამიანი დახვდათ. ნოტარ ბარტოლოს თქმით, მათი ნამდვილი სახელები არ იცოდა და დარწმუნებული იყო, რომ ალესანდრო მხოლოდ მეტსახელი იყო. საწყობში მყოფებიდან ერთ-ერთს ურჩხულს ეძახდნენ. იგი საკეტებისა და სიგნალიზაციის სპეციალისტი იყო. მეორეს გენიუსს უწოდებდნენ, ჰაკერსა და უსაფრთხოების სისტემების ექსპერტს. მესამეს კი გასაღებების ოსტატს ეძახდნენ, რომელსაც ნებისმიერი სირთულის გასაღების დამზადება და კარის გაღება შეეძლო. ალესანდრო კი იყო ჯგუფის ლიდერი და მთელი ოპერაციის ორგანიზატორი. როდესაც ალესანდრომ გაცნობა დაასრულა, საწყობში ჩამოფარებული პოლიეთილენის ფარდა გადასწია და ნოტარ ბარტოლოს აჩვენა ბრილიანტების ცენტრის საცავის იდენტური ასლი. შემდეგ კი სთხოვა შეეფასებინა, სწორედ იყო თუ არა განლაგებული უსაფრთხოების სისტემები, რაზეც ნოტარ ბარტოლომ უპასუხა, რომ ყველაფერი რეალური საცავის სრულად იდენტური იყო. ლეონარდო ნოტარ ბარტოლოს მონაყოლის მიხედვით ის და მისი თანამზრახველები თვეში რამდენჯერმე ღამით ბრილიანტების ცენტრში ავტოფარეხის მხრიდან შედიოდნენ. ყოველ ჯერზე ისინი ერთ კონკრეტულ დეტალს ამოწმებდნენ და შემდეგ მიტოვებულ საწყობში გაკეთებულ ბრილიანტების ცენტრის იდენტურ საცავში ამუშავებდნენ მის განეიტრალების გეგმას. მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საცავის კარი იყო, რომელიც სამაგი დაცვით იყო აღჭურვილი, რომლის გასაღებად საჭირო იყო საკეტის ციფრების კომბინაცია
იზოლაცია, სპეციალური გასაღები და მაგნიტური სიგნალიზაციის სისტემისგან ეიტრალება. ყველაზე რთული სწორედ საკეტის ციფრების დადგენა იყო, რადგან კოდი ყოველ კვირას იცვლებოდა და 100 მილიონამდე შესაძლო კომბინაცია ჰქონდა. ამის გადასაჭრელად მათ გადაწყვიტეს ფარული ვიდეო კამერის დაყენება, რომელიც საკეტის კომბინაციის შეცვლის პროცესს დააფიქსირებდა. გენიუსმა აღმოაჩინა, რომ კედელზე ჩამოკიდებული ცეცხლმაქრი პირდაპირ საცავის კარს უყურებდა. იტალიაში მათი იდენტური ცეცხლმაქრი გადააკეთეს და შიგნით ვიდეო კამერა ჩაამონტაჟეს. ბრილიანტების ცენტრში შემდეგ ვიზიტზე კი ნამდვილი ცეცხლმაქრის ნაცვლად სწორედ ეს მოწყობილობა ჩამოკიდეს. ლეონარდო ნოტარბარტოლო შენობაში ყოფნისას კონსიერჟს უთვალთვალებდა, როდესაც ის საცავს გასაღებით აღებდა. ნოტარბარტოლო ჩუმად უღებდა ფოტოებს, ფოტოების მიხედვით კი გასაღებების ოსტატი სწავლობდა გასაღების ზომასა და სტრუქტურას. ბოლო პრობლემა, რომელიც მძარცველებს ჰქონდათ, საცავის შიგნით არსებული მოძრაობის სენსორები იყო, რომელთა გასანეიტრალებლად საჭირო იყო მათი დეტალური შესწავლა. ალესანდრო ნოტარბარტოლოს დაავალა, რომ ჩანთაში დამონტაჟებული ფარული კამერით შესულიყო საცავში და ყველაფერი ვიდეოზე გადაეღო, რათა ზუსტად შეესწავლათ სენსორები. ნოტარბარტოლოს მიერ გადაღებული ვიდეოს გაანალიზების შემდეგ მათი განეიტრალების მარტივი გზა მოიფიქრეს. ძარცვამდე რამდენიმე დღით ადრე ნოტარბარტოლოს უნდა შეესხურებინა მოძრაობის სენსორზე ჩვეულებრივი თმის ლაქი, რაც ხელს შეუშლიდა მის მუშაობას. ხოლო საცავში შესვლის შემდეგ პოლისტერონისგან დამზადებული სპეციალური ფარის საშუალებით მიუახლოვდებოდნენ დანარჩენ სენსორებს და გაანეიტრალებდნენ. ბრილიანტების ცენტრის დაახლოებით 2 წლიანი შესწავლის, მომზადებისა და ყველა დეტალის გათვლის შემდეგ ალესანდრომ დაასკვნა, რომ ისინი მზად იყვნენ საცავის გასაძარცვად. ძარცვის დღე 2003 წლის 15 თებერვლის შაბათი ღამეს შეარჩიეს, რადგან შაბათი დასვენების დღე იყო. თუმცა ნოტარბარტოლოს თქმით, მისი თანამზრახველების გადაწყვეტილებით ის საცავის ძარცვის დროს შენობაში არ უნდა შესულიყო, რადგან წლების განმავლობაში იქ მუშაობდა და შესაძლოა შენობასთან შემთხვევით გამბლეს იქ მომუშავეს ეცნო. აქედან გამომდინარე ნოტარბარტოლო ბრილიანტების ცენტრის წინ მდებარე პარკთან მანქანით გაჩერდა, საიდანაც შენობის შესასვლელი კარი ჩანდა და საჭიროების შემთხვევაში თანამზრახველებს გაუთვალისწინებელი სიტუაციის შესახებ შეატყობინებდა. თანამზრახველებმა ბრილიანტების ცენტრში შესვლიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაურეკეს. უთხრეს, რომ ძარცვა დასრულებული იყო და სთხოვეს დათქმულ ადგილზე დალუდებოდა. მალევე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ნაძარცვი მანქანაში ჩატვირთეს და ლეონარდო ნოტარბარტოლოს ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. ბინაში მათ საქმის წარმატებით დასრულება მცირე წვეულებით აღნიშნეს, ჭამეს და ცოტა დალიეს. შემდეგ შეთანხმდნენ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა, მეორე დღეს იტალიაში ბრეშაში შეხვდებოდნენ ერთმანეთს ნაძარცვის გასაყოფად. ნოტარბარტოლოს თქმით, ის ჯგუფის ახალ წევრთან, რომელსაც სპიდს ეძახდნენ, ბინაში დარჩა, რათა ყველანი მტკიცება შეეგროვებინა და გაენადგურებინა. ყველაფერი, რაც მომავალში მათი გამოაშკარავების შემთხვევაში გამოძიება შეიძლებოდა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ. დანარჩენები კი ნაძარცვთან ერთად იტალიაში წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ ნოტარბარტოლომ და სპიდმა შეაგროვეს ყველაფერი, რასაც შეიძლებოდა ისინი ძარცვასთან დაეკავშირებინა. პოლიეთილენის პარკებში ჩაყარეს და მანქანით წავიდნენ ისეთ ადგილის მოსაძებნად, სადაც ყველაფერს დაწვავდნენ. ავტომაგისტრალთან ახლოს მათ ტყის ზოლის გვერდით პატარა ხის სახლი შენიშნეს. ნოტარბარტოლო მანქანიდან გადავიდა და სახლისკენ წავიდა, რათა შეემოწმებინა მიტოვებული იყო თუ არა. თუმცა როდესაც სახლს მიუახლოვდა, იქიდან ხმაური გაიგონა და უკან დაბრუნდა. მანქანასთან მისულმა დაინახა, რომ სპიდს პარკები უკვე გადმოეღო, მათი ნაწილი კი გახეული იყო და ბევრი მტკიცებულება ირგვლივ იყო მიმოფანტული. ისინი ჩქარობდნენ და შორიდან მანქანის ხმა გაიგეს, რომელიც მათ უახლოვდებოდა. შიშის გამო, რომ შეიძლებოდა ვინმეს დაენახა და ამოეცნო მათ მტკიცებულებებით სავსე პარკები იქვე დატოვეს და სწრაფად დატოვეს ტერიტორია. მეორე დღეს ნოტარბარტოლო ბრეშაში ჩავიდა და თანამზრახველებს შეხვდა. მან წინაღამით მომხდარის შესახებ უამბო, თუმცა მათ დაამშვიდეს და უთხრეს, რომ ნაგავს ვერავინ იპოვიდა და მათ კვალზე ვერ გავიდოდნენ. შემდეგ ალესანდრომ მას უთხრა, რომ სანამ ნაძარცვი გაიყიდებოდა და ფული განაწილდებოდა, ნოტარბარტოლო ანტვერპენში დაბრუნებულიყო და ჩვეულებრივი ცხოვრება გაეგრძელებინა, რათა მის გაუჩინარებას გამოძიებისთვის ეჭვი არ გაეჩინა.
ნოტარ ბარტოლო ამტკიცებდა, რომ ბრილიანტებით მოვაჭრი ალესანდრომ ის და კიდევ 4 ადამიანი ძარცვისთვის დაიქირავა. მისი თქმით, სინამდვილეში მათ დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს და ეს ძარცვა სადაზღვეო თაღლითობის ნაწილი იყო. მისი თეორიით ამ ძარცვის უკან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სადაზღვეო თაღლითობა იდგა, რომლის განსახორციელებლად ალესანდრო მის და დანარჩენი მონაწილეები გამოიყენა ისე, რომ ნოტარ ბარტოლომ მის შესახებ გვიან გააცნობიერა. მისი მტკიცებით, ბევრმა ბიზნესმენმა, რომელსაც საცავში სეიფი ჰქონდა, წინასწარ იცოდა ძარცვის შესახებ. მათ შეეძლოთ ძარცვამდე ბრილიანტების გატანა და შემდეგ დაზღვევის მოთხოვნა, რითაც უდიდეს ფინანსურ სარგებელს მიიღებდნენ. თუმცა გამოძიების ვერსიით, საცავში ბიზნესმენთა უმეტესობას სეიფები დაზღვეული არ ჰქონდა, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული საცავი იყო. ძარცვის შემდეგ კი სადაზღვეო კომპანიებმა მხოლოდ ძალიან მცირე თანხა აანაზღაურეს. ეს გარემოება სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეჭქვეშ აყენებდა ლეონარდო ნოტარ ბარტოლოს ვერსიას, რის გამოც გამოძიებლები მის ნაამბობს დამაჯერებლად არ მიიჩნევდნენ. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ალესანდრო რეალური პიროვნება არ იყო და ის ნოტარ ბარტოლოს მიერ გამოგონილი ისტორიის ნაწილი იყო, რადგან სატელეფონო ჩანაწერების, მტკიცებულებების, დნმ-ის ანალიზისა და მრავალრიცხოვანი დაკითხვების შედეგად მისი არსებობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ გამოძიება ამტკიცებდა, რომ ნოტარ ბარტოლო თავად იყო კრიმინალური ჯგუფის ლიდერი და ძარცვის მთავარი ორგანიზატორი, ხოლო ტურინის სკოლის წევრები კონკრეტული ამოცანისთვის შერჩეული შემსრულებლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარ ბარტოლოს არასდროს დაუსახელებია ძარცვაში მონაწილე პირების ნამდვილი სახელი და გვარები და მათ მხოლოდ მეტსახელებით მოიხსენიებდა, გამოძიება მტკიცებულებების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სპიდი ნოტარ ბარტოლოს ძველი მეგობარი პიეტრო ტავანო იყო, ურჩხული საკეტებისა და ტექნიკური სისტემების ექსპერტი ფერდინანდო ფინოტო, გენიოსი ჰაკერი და სიგნალიზაციის სისტემების სპეციალისტი ელიო დონორიო იყო, ხოლო გასაღებების ოსტატის ვინაობის დადგენა გამოძიებამ ვერ შეძლო. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ ლეონარდო ნოტარ ბარტოლო ძარცვასა და მის ორგანიზებაში დამნაშავე ცნეს. 2005 წელს ანტვერპენის სააპელაციო სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფერდინანდო ფინოტო, ელიო დონორიო და პიეტრო ტავანოც სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ძარცვაში მონაწილე ყველაზე იდუმალი ფიგურა გასაღებების ოსტატი დღემდე დაუდგენელია. ამ მასშტაბური ძარცვის გარშემო კი ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი, რეალურად რაოდენობის ძარცვა მოხდა. არის თუ არა ნოტარ ბარტოლოს თეორია სადაზღვეო თაღლითობის შესახებ სიმართლე, თუ ეს მხოლოდ მცდელობაა ნაძარცვის რეალური მასშტაბის დასაფარად. ბრილიანტების ბაზრის ბუნება ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას მნიშვნელოვნად ართულებს. ექსპერტების შეფასებით ამ სფეროში გარიგებების დიდი ნაწილი არალეგალურად ხდება, რაც ზუსტი ზარალის დადგენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის ანაზღაურებამ დაახლოებით 25 მილიონი დოლარი შეადგინა, მათი ვარაუდით დამატებით მინიმუმ 75 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები იყო გატაცებული, საერთო ჯამში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი. თუმცა რაც არ უნდა იყოს სიმართლე, ერთი ფაქტი უცვლელია: მოპარული ბრილიანტების დიდი ნაწილი დღემდე გაუჩინარებულია.